შემდეგი მონაწილე 17 წლის თიკაა. ის ლიანდაგებზე სიმღერას უფროა მიჩვეული, ვიდრე სცენაზე დგომას. ვფიქრობ, რომ გამოვირჩევი სხვებისგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე სხვებით რაღაცით მეტი ვარ ან რაღაც. ამას არ გულისხმობ, უბრალოდ სხვანაირი ვარ და მასისგან განსხვავებული ასე ვთქვა. შემიძლია გავიგუძო, გამოვიდე და მთელი დღე სიარულში გავატარო. თითქმის ჩემი ჰობისავითაა ეს. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. და ეს ჩემთვის არის სიამოვნება, საკუთარ თავთან კონტაქტი. რასაც საზოგადოებაში ხშირად ვერ ახერხებ და ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ საკუთარი თავით შეიცნო და მეტი დრო გაატარო, ვიდრე სხვა დროს ატარებს სხვებთან. იმიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რომ აქ ყველაზე ძალიან ინდივიდუალიზმს ექცევა ყურადღება და გეძლევა საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოაჩინო. ჩემი იმიჯი, ანუ ეს არის ჩემი სტილი, ჩემი ინდივიდუალიზმი და მიუთითებს ჩემს პიროვნებაზე. მაიასთან და სტეფანესთან. რომ მაია ჩემი საყვარელი ქართველი მომღერალი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩემი საქმე და მინდა რომ წარმატება მქონდეს ამ სფეროში. Your pain is painful and it's tearing me down. I get lost in my bed. I told her you didn't mean those nasty things you said. In our family portrait, we look pretty happy. Let's play pretend, let's act like it comes naturally. I don't wanna have to split the holidays. I don't wanna two addresses. I don't wanna step brother anyways. And I don't want my mom to answer church and I say გამაგარი თმები და ძალიან მომეწონე და ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. კი, მე ჩვენც ვიფიქრეთ, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. ანუ ეს არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ის მასალაა, რომელიც ჩვენ გვინდა. აი, ზუსტად ის ხასიათია. მე წავირჩიე და მე მგონი ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა და ცოტა დრო მივცეთ რომ მოიფიქრე. კი ბატონო. ერთი კითხვა, ასაკის კითხვა ხო შეიძლება? კი, დარეკითხებიან. 17 წლის. 17. გენაიმე. გამაგარია, მიხარია 17 წლის ბავშვი უკვე ესეთ მუსიკაში რო ებმევა ეგ უკვე. შენ თუ ეს ემოციები 17 წლისას აქვს, ესე იგი 37 წელს რას არის? გამაგარია. მადლობა. ძალიან კარგები ხართ და მიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ მე ვირჩევ მაიას და სტეფანეს. ძალიან მაგარი ბატონო. ძალიან მაგარი რაღაცები გავაკეთე. ბრავო. ილოცავ. ვაუ. კაი გოგოა. ძალიან კაი გოგოა. ილოცავ. ძალიან მაგარი ბავშვი. კაი გოგო იყო მართლა. რა ემოციები დღეროდა? პოტენცია აი ესეთი ის როგორ შეიძლება იცი ამის გამოყენება. კი, საკაიფო. თიკა, ოცნება აგიხდა. მაია და სტეფანე. ძალიან მინდოდა მათ კონჩი მოხვედრა და მართლა გამიმართლა.
არ გიფიქრე ერთი წამით რომ იქნებ გადავიფიქრო იქ ეხლა 3 მწვრთნელი შემოტრიალდა ფაქტიურად კი მაგრამ ძალიან მიყვარს მაია და სტეფანე და გამიმართლა